გასული კვირის ყველაზე შთამბეჭდავ კადრად უდავოდ იქცა ანაკლიაში, სიმბოლურად სწორედ ანაკლიაში გამოკვეთილი, დახაზული, კიდევ უფრო ზუსტად გაკვალული 380 მეტრის სიგრძის გეოგლიფი, მეგობარი აქტი. დაზამთრებამდე შეიძლება მოესწროს და ეს გამოსახულება დათესილი თეთრი სამყურითაც გამოისახოს. სიტყვებით, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში დიდი ხანია იკითხება როგორც ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. რაც ამავდროულად რუსეთის მიერ დაპროექტებული საქართველოს მომავლის არაღიარება. ზუგდიდელმა აქტივისტებმა ეს პერფორმანსი საკუთარი ხელებით, საკუთარი რესურსით, უბრალო ადამიანების მწირი შემოწირულობით გააკეთეს იმისთვის, რომ ვაშინგტონში კიდევ ერთხელ დაენახათ. მიუხედავად პრორუსული ხელისუფლებისა, ეს ქვეყანა ისევ დემოკრატიულ სამყაროს, ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს მხარდაჭერისთვის თავისუფლებისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში. რა რეაქცია აქვს ამაზე რეჟიმს? პოლიცია, სუსი, პროკურატურა დროებით სცენის მიღმა დატოვეს და წინ გარემოს დაცვის სამსახური გამოიყვანეს. აქტივისტები ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში დაადანაშაულეს. იმ მიწის, რომელიც დაუსახლებელია, აუთვისებელია და სადაც უბრალოდ თეთრი სამყურა დათესეს და უნდა დათესო. პირველი შთაბეჭდილებით ეს ბიუროკრატიული აბსურდია. სინამდვილეში პოლიტიკური აქტი. რეჟიმმა უნებურად ძალიან ზუსტად მონათლა საკუთარი სტრატეგია. გეგმაზომიერი პოლიტიკა, რომელიც ჩვენიერი საზოგადოების ყველაზე პასუხისმგებლიანი, განათლებული, სინდისიერი ნაწილის რეპრესიის, ფიზიკური ძალადობის, დაპატიმრების, ფინანსური სასჯელების, საჯარო სამსახურებიდან და საერთოდ ქვეყნიდან განდევნისკენ არის მიმართული. ნაყოფიერი მიწის სამეცნიერო ბიოლოგიური ტერმინით ჰუმუსის დაზიანება. ზუსტად ისაა, რასაც უკვე წლებია მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებს ოცნება. მიზანში ყავს რა ამოღებული საზოგადოების კულტურული ფენა, ინტელექტუალური ჰუმუსი. ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ და ხმას იღებენ, განათლებულები არიან და პრობლემას სახელებს არქმევენ, სჯერათ, რომ საქართველოს რუსეთზე კი არა, დემოკრატიულ სამყაროზე უნდა იყოს ორიენტირებული. სწორედ მათი დასუსტება, გამოფიტვა, დაზიანება და არა მარტო სახელმწიფოებრივი ცხოვრებიდან, საქართველოსდან განდევნა ივანიშვილის რუსული ოცნების გაცხადებული მიზანი. ასე იფიტება, ასე ნაცვლდება ქართველი მოწამეების, დიდი მეფეების, მწერლების და პოეტების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების, დისიდენტებისა და მეომრების ბრძოლით, სისხლით, ლოცვით, შრომითა და აზროვნებით ნაკვები და ნაპოხი ნიადაგი, რომლიდანაც ის პიროვნებები იზრდებიან, ვიზეც ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა დგას. ოცნება თავისი სიხარბით, გარემოს განადგურების ტემპშიც ჩემპიონია, მაგრამ ეს ნამდვილ ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაცილებით მეტია. როცა ქვეყანას არა ტყეებისა და მდინარეების, არამედ გონების, სინდისისა და პასუხისმგებლობის რესურსისგან ფიტავ. ანაკლიაში გამოსახული გეოგლიფი და დათესილი თეთრი სამყურა ჩვენს მეგობრებს, ჩვენი მომავლის იმედებს ეძღვნება. თბილისში და მთელ საქართველოში კი რეჟიმი ცდილობს ინტელექტუალური და სინდისიერი ჰუმუსი გაანადგუროს, იმ ადამიანების ფესვები ამოძირკოს, ვინც ამ მომავალს ქმნის. და კიდევ ერთხელ კითხვაზე პასუხი, ვის მხარეს ვდგავართ? მათ მხარეს, ვინც ნაძარცს უპატრონოდ მიგდებულ მიწაზე თანხმობის, სოლიდარობისა და მეგობრობის თესლს თესავს, თუ მათ მხარეს, ვინც ქვეყნის ნაყოფიერ ფენას უტევს, რომ ამ მიწაზე ერთხელ და სამუდამო თავისუფლების ყვავილის ნაცვლად მონობის სარეველად გაბატონდეს. დიდი ხანია ეს მხოლოდ პარტიულ არჩევანს აღარ ეხება. ეს არჩევანი განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ამ ქვეყანას საერთოდ ნიადაგი, რომელზეც თავისუფალი საქართველოს შეიძლება გაიზარდოს და დაფუძნდეს.